მოგესალმებით. ჩვენ ვართ ფოთში და დღეს ისეთი რამ უნდა გაჩვენოთ, რაც ყველას თუ არა დარწმუნებული ვარ აბსოლუტურ უმრავლესობას ნანახი არ გაქვთ. რატომ უნდა ვიყოთ ავტობილდი ფოთში? რა თქმა უნდა, მანქანების გამო. ჩვენ ახლა წავალთ ფოთის პორტში, დავესწრებით კონტეინერების გახსნას და თქვენს გაჩვენებთ დეტალურად, როგორ იხსნება კონტეინერები, რომლებითაც ჩამოდის საქართველოში მეორადი ავტომობილები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აქცენტი სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილ ავტომობილებზე. მოკლედ, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, მეც არ მინახავს არასდროს კონტეინერის გახსნა და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ეს ეგრეთ წოდებული unboxing-ი, რომლის ქართული შესატყვისიც დამკვიდრდა როგორც განყუთვა. წავედით ახლა პორტში, დავესწროთ სამხრეთ კორეიდან ჩამოყვანილი კონტეინერების გახსნას, გამოვიყვანოთ იქიდან მანქანები და დეტალურად ვნახოთ როგორ ხდება ეს პროცესი. თან იქნებ საინტერესო მანქანებიც აღმოჩნდეს. ესეც ასე, ფოთის ტერმინალში ვართ და აი ეს არის ის კონტეინერები, რომლებიც დღეს უნდა გაიხსნას. ჩვენთვის გაიხსნება ორი კონტეინერი, მეც არ ვიცი იქ რა მანქანებია და მოდი ვნახოთ, ეს არის პირველი, მაგრამ გახსნას დავიწყებთ სულ პირველი რიგითობით უკვე კონტეინერისგან, რომელიც არის ლურჯი. მე თვითონაც არ ვიცი აქ რა მანქანებია, სპეციალურად რომ ჩემთვისაც გარკვეულწილად სიურპრიზი იყოს და ჩემთვისაც საინტერესოა როგორ გამოყავთ რა მდგომარეობაშია ეს მანქანები, ვიცით რომ დაუზიანებელია, მაგრამ მაინც აი როგორ ხდება ეს პროცესი. ეს პროცესი ბევრს არ აქვს ნანახი და ალბათ ყველას აინტერესებს ხოლმე. აქ ყველა ვერ ხვდება, აქ ვერავინ ვერ ხვდება მოხმარებლები და ჩვენ დღეს ახლა ვნახავთ როგორ გაიხსნება, რა მანქანები გამოვა და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ, დავიწყოთ. აჰა, ესეც განყუთვა ეგრეთ წოდებული. Unboxing-ი გვაქვს ამხელა ყუთის წყალებში unboxing-ი არ მინახავს პირველად ვიყურებ და ვნახოთ. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს პირდაპირ ფოტოების გადაღებაც. გამოჩნდა პირველი არის სამხრეთ კორეული მანქანა. ანუ ყველა სამხრეთ კორეიდან არის ჩამოსული, მაგრამ ეს არის Renault Samsung-ი. 4 ავტომობილი ეტევა კონტეინერში და აი ესე ალაგია. ორი მანქანა გამოვიყვანეთ, ერთი იყო Renault Samsung-ის სედანი SMQ5 თუ არ ვწდები, მეორე არის Hyundai Accent-ი, ოღონდ თავიდან ვერ ვიცანით, იმიტომ რომ ლოგოზია გადაკრული, ეტყობა Hyundai-ის ლოგო არ მოწონდა ადამიანს და რაღაცა გადააწება. ეს ცოტა ისეთი კონტეინერი აღმოჩნდა ბავშვობაში Kinder Surprise-ის იმას რო ხსნიდით ხოლმე კვერცხებს და ცოტა ისეთი სათამაშო რო არ ამოდიოდა, რომელიც არ მოგწონდა, იმიტომ რომ თავიდან ცოტა მოსაწყენი მანქანები გამოვიდა და ეხლა იქ რაღაც საინტერესო დავინახე, მე მგონი Mercedes-ია Subolo, რომელიც უნდა გამოვიდეს. ეს არის Chevrolet Orlando. ძალიან საინტერესო ბიუჯეტური ავტომობილი, სხვათა შორის, რომელიც არის ძალიან ტევადი და პრაქტიკული და საქართველოში ნელ-ნელა დაიწყეს Orlando-ების ჩამოყვანაც და სხვა შორის ძალიან ბიუჯეტური ფასი აქვს. დაახლოებით 3-დან $5,000-მდე ღირს ადგილზე. გააჩნია გარემოს მდგომარეობას, ჩვენ უსაფრთხოების გამო მახურავს რა თქმა უნდა ჩაფხუტი და მაცვია ესეც. იმიტომ რომ ტერმინალზე ვართ, აქ არ შეიძლება თავიდან შემოვედი მხოლოდ ჩაფხუტით და მე მითხრეს რომ არაო, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია რომ უნდა გეცვას მოსასმელიცო და შესაბამისად ისე ვართ როგორც ტერმინალის თანამშრომლები. როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ფუთავენ ავტომობილებს ისე რომ არ დაზიანდეს, შეძლების დაგვარად როგორც შესაძლებელია. და ეხლა უნდა დაადონ ეს მანქანა, იმიტომ რომ საბურავები 4-ვე საბურავი შიგნით ცალკედევს. მაგრამ როგორ უსაფრთხოდ დადებენ, ეგეც გადავიღოთ, აბა. იმიტომ რომ ეხლა მე რომ ფლობელი ვიყო ამ მანქანის, არ მომეწონებოდა რომ პირდაპირ ასფალტზე დაედოთ. ვნახოთ ეხლა მოხსნიან ამ დამცავებს. და სანამ საბურავებს გამოიტანენ და დაუყენებენ, ჩემთვის ეხლა როგორც პოტენციური მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესოა
აი ესე პირდაპირ დადებენ ახლა აქ თუ თქვა უსაფრთხოდ დადებენ ისე რომ პირდაპირ არ შეეხოს, აი უყენებენ, ნახე? კი ბატონო, აია. მომწონს იმიტომ რომ პირდაპირ არ დადეს, ქვემოთ დაუყენეს ეს ხის ნაჭრები რომ ავტომობილი პირდაპირ არ შეეხოს საბურავების გარეშე მიწას და ეს უკვე უსაფრთხოებისთვის კარგია და რა თქმა უნდა იმისთვისაც რომ არ დაზიანდეს რაღაც დეტალები. კონტეინერში როგორც გითხარით ეტევა 4 მანქანა, სასურველია რომ მხოლოდ შენი მანქანა იდოს, როცა კონტეინერით მოდის ავტომობილი, ყველანაირად დაზღვეული იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაქსიმუმს აკეთებენ სამხრეთ კორეელები, იქვე ავტოვინის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ავტომობილი. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ერთი მანქანა გიდევთ კონტეინერში, თუ შეგიკვეთავთ ეგრე ადამიანი? არა. არის იყო 25-იანში იყო მარტო ერთი რო იყო. ამას მხოლოდ უკანა საბურავები აქვს დაყენებული, რომელიც ცოტა დაშვებულა. შვენიერი სანტა-ფე გამოვიდა. სავარაუდოდ 2018-ან 2019 წლიანი. დაუზიანებელი ასევე. ეხლა საბურავებს დაუყენებენ და უკვე თავისი გასვლით გავა. კარგი, მოკლედ რა გამოგვივიდა? ამ კონტეინერიდან გამოგვივიდა ერთი სედანი, Renault Samsung-ის, ერთი Hyundai Accent-ი, რომელიც უკვე ბორბლებზეა, ერთი Chevrolet Orlando, რომელიც ჯერ ბორბლებზე არ არის, იმიტომ რომ ბორბლები შიგნით არის, ის 4 წელი ახლა გამოვაქვს ზუსტად. და ერთი Hyundai Santa Fe. ეს იყო აბსოლუტურად ესეთი კორეული კონტეინერი, იმიტომ რომ 4 ავტომობილი გამოვიდა კორეაში წარმოებული. აი ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მართალია სივრცე არის კონტეინერში, კონტეინერის სახურავსა, ჭერსა და ავტომობილს შორის, მაგრამ გემზე ყოველთვის როგორც მოგეხსენებათ არის ხოლმე რყევები, შეიძლება შტორმიც იყოს და მაგ შემთხვევაში არის იმის საფრთხე, რომ მიუხედავად აი სივრცის ავტომობილი დაეჯახოს ჭერს, ამიტომ მაინც იზღვევენ თავს ისეთ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება დაზიანდეს ავტომობილი და აი რეალურად თქვენ ხედავთ, რომ კაპოტზეც, სახურავზეც აქვს აი ეს დამცავები გაკეთებული. საბურავებიც შვენიერი უყენია, ნახეთ, Kumo, რომელიც არის ასევე სამხრეთ კორეული ბრენდი, არ მიყვირს, იმიტომ რომ მანქანაც სამხრეთ კორეულია. და აი მთავარი კომფორტი, კონტეინერიდან გამოსული მანქანა დაიქოქა და წავიდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარეთ როცა დაელოდებით, პირდაპირ დაქოქავთ და წაიყვანთ. ეს რატო ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? იგივე რო შევადაროთ მაგალითად ამერიკიდან დაზიანებული მანქანების ჩამოყვანას, როცა უნდა წაიღო ევაკუატორით, გააკეთო ეს მანქანა, დახარჯო ფული, დრო, ნერვები, აი კონტეინერიდან გამოვიდა მანქანა დაიქოქა წავიდა. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. ნუ ნახოთ. როგორი სისუფთავე და გაწყრიალებულია რა, ლევან? ეს პრინციპში გემზე ხანდახან ხო ისრება ხოლმე სალონი, მაგრამ ძირითადად ისრება და აქ ეხა აშკარად სუფთა არის რა. აი არანაირი ნადები არ აქვს. აი მოდით გაჩვენებთ რა. ზოგადად ძალიან ხშირად კი არა უმეტესად დასრული რაღაც გემის ნადები. შეიძლება ამინდი დაემთხვა ისეთი რომ სინესტი არ იყო, არ ვიცი. ხო, ანუ 2-დან 3 თვემდე როცა ავტომობილი გზაშია, ესეთი სუფთა სალონი. რა ვიცი, აბა. ანუ ძალიან სიმშრალეა, მართლა, აი არანაირი არა, ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ესეთი ჩამოვა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრ რამეზეა ალბათ დამოკიდებული, მაგრამ არანაირი ზედმეტი ნადები, მე მინახავს ნადებიანი მანქანები, კაია. მე უფრო კარგად დავათვალიერებ. ესეც მეორე კონტეინერი, რომელიც უფრო ლამაზია და იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო ლამაზი მანქანებიც გამოვა. ნახოთ რა დაგხვდება ამ Kinder Surprise-ში. პირველი არის ისევ Chevrolet Orlando, თეთრი ამჯერად. როგორც ჩანს, მორთხოვნა მართლა იზრდება ამ ავტომობილზე. აი შიგნით უკვე რა იქნება ვნახავთ. ეს კიდე ერთი Kia არის ზემოთ აშკარად. აი ამ Kia-საც არა აქვს საბურავები, ნუ ცხადია საბურავებს ხსნიან ამ დროს. მაშინვე დააკრო აგერ ავტოიმპორტ ჯორჯიას სტიკერიც.
ესე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოტანის დროს არ დაზიანდეს ავტომობილი და ძალიან ბევრ ადამიანს დაზიანებია სხვათა შორის. იმიტომ რომ აქ ახლა სიჩქარეში შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვან. ეხლა მაგას ვაკვირდები ზუსტად რომ რამდენად უსაფრთხოდ გამოიყვანენ ავტომობილს რომ აწევის დროს არ დაზიანდეს ქვედა დეტალები. მაგალითად თუნდაც მაყუთში ან თქვათ უკანა სავალი ნაწილის უკანა ქვედა დეტალები ეს არის მაქსიმუმი და ამას ალბათ შეიძლება დაჭირდეს გასწორება მერე უკვე. იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ფიზიკურად. ეხლა როცა გამოდის მაქსიმუმ ესეთი ხის დეტალი დაუდო. ხო, ამ წუთას არა, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში დაჭირდეს პატარა გასწორება. თუმცა ეხლა არ დაზიანებულა არაფერი. ასე ფაქტიურად თქვენ ხედავთ ეხლა კადრებს, როგორი კადრების ნახვაც ალბათ არ არის შესაძლებელი, მე არ მინახავს კადრები, ყოველ შემთხვევაში ესე ტერმინალიდან გამოყავდეთ. პირდაპირ ესე კონტეინერიდან გამოსული მანქანის კადრები არ მინახავს და თქვენს გაქვთ საშუალება რომ პირველად ნახოთ ესეთი კადრები. იმიტომ რომ აქ ჩვეულებრივი მომხმარებლები ვერ შემოდიან. აბსოლუტურად დაუზიანებელია ეს Chevrolet-ს. შეფუთული. აი, გამოვიდა. შემდეგი რა ხდება? ეხა იქ უფრო საინტერესო ამბავია. სანამ ამ Kia-ს ჩამოხსნიან, ქვევიდან ბარემ დავათვალიერებ. ცოტა ისე რომ საფრთხე არ შექმნა. აი ესე არის დაკიდებული მანქანა, როგორც ხედავთ. და ქვემოდანაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველანაირი დამცავები მაქსიმალურად კარგად არის დამაგრებული, ანუ ქარხულ მდგომარეობაშია. შეფუთვები, როგორც ანუ ეს კომფორტია რა, დაუზიანებელი მანქანის კომფორტი არის ეს, რომ აი ფაქტობრივად ქარხულ მდგომარეობაში ჩამოდის. აღარ გჭირდება მე აი ამ დეტალების გაკეთებაზე ზრუნვა და ფიქრი. კოროზიებიც ნაკლებად. რა თქმა უნდა, უჯობესია მოხსნა მე ეს და კარგად შეხედო კოროზიას, ახლა აქ ესე დეტალურად ვერ ვნახავთ რამდენად კოროზია აქვს, მაგრამ არა აქვს რა, აი არ არის კოროზირებული. ვაი, უკანა საბურავები უყენია. ჩატევის ამბავია, რომ ჩაეტიოს რა კარგად. ასე ხდება დოკუმენტირება იმ მომენტში, როცა გაიხსნება კონტეინერი, როგორც სამხრეთ კორეაში, სადაც ასევე ჩადების დროს ყველაფერი ფოტოებით და ვიდეოებით აღირიცხება თუ შეიძლება ესე ითქვას, ასევე გახსნის დროსაც რომ არ დარჩეს რამე კითხვის ნიშანი. ესეც Kia K5 გამოვაგორეთ. იქით რა ხდება? აი იქ ძალიან საინტერესო მანქანა გამოჩნდა. აი Kinder Surprise-ის ამბავი. ქვემოთ QM3-ია, მაგრამ ზემოთ Jaguar-ის ლოგო დავინახე. ანუ სამხრეთ კორეიდან ჩამოსული Jaguar-ი უნდა გავიცნოთ ახლა მე და თქვენ. ეს არის სედანი. როგორც ახედავ ხედავ, ან XJ უნდა იყოს, ან XF. აბა წამოდი ამაზე საინტერესო მანქანაა იქ. თეთრი Jaguar-ი ყავს. მე გავარკვევ რომელ წლიანია ზუსტად რა თქმა უნდა გეტყვით, მაგრამ ეს არის XF-ი. აშკარად XF-ია და ქვემოთ QM3. აი, კარგი კონტრასტია რა, ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური მანქანა, რომელიც დაახლოებით ადგილზე შეიძლება $3000 ძალიან კარგი მოგივიდეთ და ამ დროს პრემიუმ Jaguar-ი ზემოთ. ანუ სამხრეთ კორეიდან შეიძლება როგორც ძალიან ხელმისაწვდომი ავტომობილები ჩამოყვანა, როგორც აქამდეც ნახეთ და აქ ქვემოთაც უყურებთ აი ამ Renault-ს. ასევე Jaguar-ის ჩამოყვანა. ეხლა ძალიან საინტერესოა როგორი იქნება ეს Jaguar-ი. არის თეთრი XF. ნახოთ, აბა ჯერ გამოვიდეს. აი ეს არის ახალი სისტემა კამერების, რომელიც ეხლა ინერგება ამ ტერმინალზე. ამ შემთხვევაში იტესტება
კონტეინერს უყენდება კამერები და უკვე ხდება გადაღება გახსნის მომენტიდან. ეს უკვე თვითონ ფოთის ეს ტერმინალი კონკრეტულად ამკვიდრებს ამას, რომ რა თქმა უნდა კომპანიების იღებენ ვისი კონტეინერიც არის ვისაც ჩამოვიდა, მაგრამ თვითონ ტერმინალიც იზღვევს თავს და იღებს კამერებით კონტეინერს მისი გახსნის მომენტიდან. გამოვიდა ჩვენი ალბათ ყველაზე საინტერესო მანქანა ამ ორი კონტეინერიდან Jaguar XF-ი, ნამდვილად XF-ი. რომელი თაობაა? ეს არის დაახლოებით ალბათ 2000 2017 წლიანი, პირდაპირ აწერია. XF-ი სავარაუდო დიდი ალბათობით დიზელის ძრავით, ალბათ 2.2 დიზელი, იმიტომ რომ ესეთი XF-ები იყიდება სამხრეთ კორეაში. ცოტა მშვიდად მე კარგად დავათვალიერებთ ამ მანქანას, ეხლა ჯერ დავათვალიერებ გარედან. მე აუცილებლად დავაზუსტებ კონკრეტულად რა ფასებში შეიძლება XF-ის ჩამოყვანა სამხრეთ კორეიდან და ამავე ვიდეოში გეტყვით, მაგრამ ჯერ დავათვალიეროთ ესე ვიზუალურად. ნუ აქ მცირე ძალიან ასეთი მცირე შეწეულობა, ხო, შეწეულია ცოტა. მაგრამ დაუზნა უავარიოა, დაუზიანებელია. ყოველ შემთხვევაში ეს ერთი შეხედვით არ ეთყობა რომ იყოს ნაავარიები. ესეც ასე ჩვეულებრივად დაიქოქება და პირდაპირ აქედან წავა მისი მფლობელი წაიყვანს თბილისში. ან თბილისში ან სხვა ქალაქში. 2022 წლის საბურავები უყენია. მართალია ზამთრის საბურავები ეს არ არის, მაგრამ ახალი საბურავებია ფაქტობრივად. 2022 წლის 34 კვირაში, ანუ 2 წლის საბურავებია რეალურად ცოტა მეტი. მოდით ახლა შვიდად დავათვალიეროთ ის მანქანები, რომლებიც დღეს გამოვიდა ავტოიმპორტ ჯორჯიას მიერ ჩამოყვანილი კონტეინერებიდან. ჩვენ შევარჩიეთ 4 მოდელი იმისთვის, რომ დაგანახოთ კონტრასტი თუ როგორი ავტომობილები შეიძლება ჩამოიყვანოთ სამხრეთ კორეიდან. ეს პირველ რიგში ვდგავარ ახლა მე Jaguar XF-თან, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ეს მანქანა. მართლა არ ველოდებოდი Jaguars, თუმცა ვიცოდი რომ კორეაში რა თქმა უნდა იყიდება Jaguar-ებიც. და ასევე შევარჩიეთ Mercedes C-კლასი, რომელიც ჩვენი კონტეინერებიდან არ გამოსულა, მაგრამ ასევე ავტოიმპორტ ჯორჯიას ჩამოყვანილია, Kia Sportage და Chevrolet Orlando. ეს უკვე ნამდვილად ნაღდად კორეული, კორეაში წარმოებული ავტომობილები. ეს ორი არ არის კორეაში წარმოებული, Jaguar XF-ი, რომელიც კორეაში გაიყიდა თავის დროზე ახალი, არის ბრიტანეთში წარმოებული, ბირმინგემის ქარხანაში, Jaguar-ის ქარხანაში, რა თქმა უნდა. ხოლო Mercedes-ი, რომელიც ასევე სამხრეთ კორეაში გაიყიდა თავის დროზე, არის გერმანული მანქანა, როგორც გერმანიაში იყიდით ახალ C-კლასს, ისეთივე არის სამხრეთ კორეიდანაც ჩამოსული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იწარმოება ავტომობილი. ეს არის ნამდვილი ინგლისელი, ეს არის ნამდვილი გერმანელი. ოღონდ თავის დროზე ისინი გაიყიდნენ სამხრეთ კორეაში. რაც შეეხება უკვე Kia Sportage და Orlandos, ესენი უკვე ნამდვილად კორეულებია, იმიტომ რომ Kia გასაგებია სამხრეთ კორეული ბრენდია, ხოლო Chevrolet, რომელიც ამერიკული ბრენდია, მას აქვს ქარხანა სამხრეთ კორეაში და Orlando, რომელიც იყიდება ევროპაშიც და ამერიკაშიც და ასე შემდეგ, იწარმოებოდა სწორედ სამხრეთ კორეაში. წეღან სიტყვა კონტრასტი ვახსენე და ახლავე აგიხსნით რას გულისხმობდი. ამ 4 დღეს შერჩეული ავტომობილიდან ყველაზე ბიუჯეტური არის Chevrolet Orlando. მისი ფასი დაახლოებით $3000, $2000-დანაც იყიდება სამხრეთ კორეაში, მაგრამ ცოტა უფრო კარგი თუ გინდათ ახალი შედარებით, მაგალითად 2017 წლიანი, 18 წლიანი და დაბალი გარბენით უკვე $3,500 ფარგლებში იყიდება დაახლოებით და ნუ ჩამოყვანა ჯდება დაახლოებით $2000. მოკლედ 2-დან 3-მდე იწყება ამის ფასი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური მანქანა, რაც შეიძლება ჩამოიყვანოს სამხრეთ კორეიდან და არის საკმაოდ დიდი ტევადი 7 ადგილიანი, ესეც დიზელი, ანუ შესაბამისად ეკონომიური ავტომატიკა და მოკლედ აქედან იწყება, მაგრამ თუ გამოუყვებით, ეს უკვე Kia Sportage-ია, რომლის ფასი გარბენის და წლოვანების მიხედვით მერყეობს დაახლოებით 7-დან $10, $11, $12,000-მდე, მაგრამ
საშუალო ფასი არის მაინც ესე 8, 9, 10, 11 მაინც ესე გამოვიდეს და ჩამოდის ამ ფასში. C-კლასი რა თქმა უნდა ესეთ მდგომარეობაში ახლა მე წეგან კარიც გავაღე და ახლაც გაჩვენებთ. უფრო ახლოდან რომ მოხვიდეთ. აი მოდი ვანახოთ. აი ესეთი ხმის იზოლაციის საკითხები, როცა რეზინზე გადაკრულია კიდევ ზემოდან ნაჭერი და ანუ ეს Mercedes-ია და ეს პრემიუმ ბრენდია, ეს უკვე იაფი არ არის, მაგრამ არც ისეთი ძვირია, როგორც მაგალითად გერმანიაში რომ იყიდოთ აი ესეთ მდგომარეობაში C-კლასი. რომელიც შეიძლება იყოს 2017 წლიანი მაგალითად, ხო? და ამის ფასი უკვე არის დაახლოებით $7,000-დან ზემოთ. კონკრეტულად ეს იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ მე მგონია რომ ერთი 10 მაინც ეღირებოდა, მაგრამ ამას მაინც გადავამოწმებ და შემდეგ უკვე ვიდეოში დავაწერ ზუსტად რა ღირდა. არის ძალიან კარგ მდგომარეობაში დაუზიანებელი. ესეც ავტოიმპორტ ჯორჯიას მიერ ჩამოყვანილი და ეს უკვე Jaguar-ი. XF-ი, რომელზეც მინდა უკვე სალონში ჩაგახედოთ, გითხარით რომ ბრიტანეთშია წარმოებული. ჩამოვიდა დაუზიანებელ მდგომარეობაში, რაღაცა პატარა შეიძლება კონდეს ახლა ნაკაწრები, მაგრამ ესე ვერ ვხედავ, თან თეთრი ფერია. იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ აი არ ვიცი, აი აქ ცოტა ნაკაწრები აქვს, აი წეგან რაც ვახსენე, სადაც ხელს და გასაღებს ახებდნენ ყველაზე ხშირად. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, არის ის, რომ აი კარს გავაღებ, ეხლა ბარემ სალონში ჩავჯდეთ. აქ უკვე ამას მოვიხდი, თავში მართლა არაფერი დამეცემა. ეს არის ახლა ახალი გამოყვანილი კონტეინერიდან და ძალიან კარგად მოვლილი, მშრალი, არავითარი სინესტე. პირდაპირ შეგიძლიათ რომ დაждდეთ და ქიმიური წმენდაც კი არ დაჭირდება, ეგრეთ წოდებული ქიმწმენდა, მართლა არ ჭირდება, იმიტომ რომ არც სუნია, არც ნადებები და პრემიუმ გარემო, Jaguar-ის პრემიუმ გარემომთან დაიქოქა პირდაპირ. ნუ ეს ბრბოალი, გადასარცველი, გადასიჩქარეების გასაგებია Jaguar-ის თემა. პირდაპირ გადააგდებ დრაივში და წახვალ. ეხლა მე რა თქმა უნდა არ დავიზრები. ჩავაქროთ. აი ესე მოკლედ სამხრეთ კორეიდან Jaguar-ის ჩამოყვანაც შეგიძლიათ, აი ესეც ნახეთ თავისით რო იხურება, ძალიან მომწონს რა და არ ველოდებოდი Jaguar-ს ნახოთ ამ კონტეინერში და საინტერესო ის არის რომ ფასები XF-ზე არ არის ძალიან მაღალი. მაგალითად $4,500-დან შეიძლება იყიდოთ XF-ი ცოტა დიდი გარბენით, მაგრამ ნუ მაინც XF-ი Jaguar-ი დაუზიანებელი. კონკრეტულად ამის ფასი იყო $6,500 ადგილზე, ნუ ორი დაждდება ჩამოყვანა და ნუ გასაგებია რომ 8.5-რად ყავს უკვე ფოთში, აი ესეთ მდგომარეობაში Jaguar-ი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს არ არის XF-ი, არ არის განსაკუთრებული Jaguar-ი, რომელზეც ადამიანები შეიძლება ოცნებობდნენ, მაგრამ თუ გინდა რომ ესეთ მისაღებ ფასად ფაქტობრივად ყავდეს ესეთი პრემიუმ მანქანა, ესეთი უცხო მანქანა როგორც არის Jaguar XF-ი, Jaguar-ის ბრენდის, მე მგონი ძალიან კარგი ფასია, როცა შეგიძლია რომ ჩამოიყვანო აი ესეთი დაუზიანებელი და მე იმის კეთება არ მოგიწევს კიდე და არის დიზელი, 2.2 დიზელია, 129,000 კილომეტრი აქვს გარბენი და ნამდვილად ეს არის, ანუ აქვე უნდა ვთქვათ ის გარბენთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა ავტოიმპორტ ჯორჯია ამოწმებს გარბენს, რომ არ იყოს ჩამოყრილი ადგილზე ოფიციალური წარმომადგენელი ავტოვინის და ყველანაირად დაზღვეული ხართ, ასევე უნდა ვთქვა ისიც, რომ როგორც აუქციონზე შეგიძლიათ იყიდოთ, ავტოვინის აუქციონიც აქვს და ასევე შეგიძლიათ იყიდოთ ჩვეულებრივი განცხადებებით, არა აუქციონით, მოკლედ ორივე აუქციონით და არა აუქციონით, ორივე შესაძლებელია სამხრეთ კორეაში და ავტოიმპორტ ჯორჯია დაგეხმარებათ ყველანაირად და რაც მნიშვნელოვანია ასევე ესეთი უსაფრთხოების სისტემა ადგილზე აუქციონიდან ყიდვიდან დაწყებული ფოთში მანქანის ჩაბარებამდე აქვს მხოლოდ ავტოიმპორტ ჯორჯიას. მუდმივი კონტროლი და აბსოლუტური უსაფრთხოება იმ კუთხით, რომ ფლობელი, რომელიც ამ მანქანას შეეძინს, არის დაზღვეული თავიდან ბოლომდე დაწყებული აუქციონის გახსნისა და დამთავრებული მანქანის ჩაბარებამდე. მთელი დღეა ფოთის აი ამ ტერმინალში დავდივარ და ერთ რამეს მივხვდი, რომ მე მაგალითად ამ ტერმინალში ესე ვერ ვიმუშავებდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ დამტრეული მანქანების ყურება, რომლებიც ჩამოდის ხოლმე საქართველოში,
გულგრილად ვერ ვუყურებ. არ არის სასიამოვნო ჩემთვის, იმიტომ რომ მანქანა ჩემთვის ცოტა სხვა რამე არ არის მარტო ის რომ სადღაც წახვიდე და მოხვიდე. მოკლედ, დალეწილ მანქანებს ვერ ვუყურებ გულგრილად და აქ ვერ ვიმუშავებდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ ვიცი თქვენთვის როგორ არის, სხვებისთვის როგორ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩამომივიდეს, თუ კი გამოვიწერ მანქანას, დაუზიანებელი ავტომობილი და ისეთი, რომ აი პირდაპირ ჩაუჯდე, დავქოქო და წავიდე სახში რა. არ მიყვარს, როცა დამტრეულ მანქანას უყურებ და დაუზიანებელი მანქანა არის ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი. ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც კომფორტია, უბრალოდ რა თქმა უნდა გააჩნია ბიუჯეტებს და ხარჯებს. ასე რომ თუ კი თქვენ გადაწყვეტთ სამხრეთ კორეიდან ავტომობილის ჩამოყვანას, ავტოიმპორტ ჯორჯია ჩამოგიყვანთ დაუზიანებელ ავტომობილებს. და რაც თავარია, მოერგება თქვენს ყველანაირ მოთხოვნას. გამომდინარე თქვენი ბიუჯეტიდან და თქვენი სხვადასხვა სურვილებიდან. დაწყებული $2000-დან დამთავრებული, არ ვიცი რა ფასი ვთქვა, მაგრამ აი ახლა ეს Mercedes-ი დავინახე, GL Coupe და რა ფასიც აი ეს ეღირება, აი იმ ფასამდე მინიმუმ. აი ესეთი გერმანული მანქანა შეიძლება ჩამოგიყვანოთ ავტოიმპორტ ჯორჯიამ სამხრეთ კორეიდან. არა მარტო სამხრეთ კორეიდან, ასევე ამერიკიდანაც. თქვენ უბრალოდ დაждდებით საჭესთან და წახვალთ სახლში.